ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ მისი წინამორბედის კორუფციულ სკანდალში გახვეული ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს მხარდაჭერის შესაძლებლად არავითარი მიზეზი არ არსებობს. ეს განცხადება მან ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ახალი დეტალების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა. ვფიქრობ, არ არსებობს საკმარისი საფუძველი, განაცხადა სანჩესმა რომში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც პაპ ლეო მე-14-დან ვატიკანში შეხვედრის შემდეგ გაიმართა. სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წელს მოვიდა, სასამართლოსთან სრული თანამშრომლობა და უდანაშაულობის პრეზუმპციის პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა. საპატერო, რომელიც ესპანეთს 2004-2011 წლებში მართავდა, ჩვენების მისაცემად მომავალ თვეშია დაბარებული იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც 2021 წელს ავიაკომპანია Plus Ultras ფინანსური დახმარებისას სავარაუდოდ ჩაიდინეს. საქმე იმას ეხება, გამოიყენა თუ არა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თავისი პოლიტიკური გავლენა, რათა ავიაკომპანიას 2021 წელს 53 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება მიეღო. ასევე ისარგებლა თუ არა ამით მან და მისმა ოჯახმა. საქმის მოსამართლე ეჭვობს, რომ საპატერო შესაძლოა ყოფილიყო კომპლექსური ქსელის ნაწილი, რომელიც მოიცავდა ფიქტიურ კომპანიებსა და კულისებს მიღმა ლობირებას, რათა სოციალისტური მთავრობის არხებით სასურველი გადაწყვეტილებები გაეტარებინათ. საპატერო ესპანური მემარცხენე ფლანგის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და სანჩესის მოკავშირედ ითვლება. გავლენით ვაჭრობისა და სხვა შესაძლო დანაშაულების გამო გასულ კვირას მის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. იქ რაიმე დანაშაულს ან იმას, რომ ოდესმე Plus Ultrasგან თანხა მიუღია, უარყოფს. საინფორმაციო სააგენტო France Press-ის თანახმად, გამოძიების მასალებში საუბარია იმაზეც, რომ საპატეროს სეიფის ჩხრეკისას აღმოაჩინეს მრავალი ძვირადღირებული საათი და სამგაული, რომელთა ღირებულებაც ჯერ დაუდგენელია. ყოფილი პრემიერის გარემოცვა აცხადებს, რომ ეს ნივთები ოჯახური მემკვიდრეობის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციის საქმეებზე ქვეყანაში სხვა პრემიერ-მინისტრებიც დაუკითხავთ, ეს თანამედროვე ესპანეთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიება დაიწყო. ეს საქმე დამატებითი ზეწოლაა სანჩესზე, რომელიც საკუთარ გარემოცვასთან დაკავშირებული გამოძიებებითა და ასევე რეგიონულ არჩევნებში მძიმე მარცხებით უკვე დასუსტებულია. ორშაბათს პოლიცია მადრიდში სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინაში შევიდა და პარტიის ყოფილი წევრის ლეირა დიესის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დოკუმენტები მოითხოვა. დიეს სადანაშაულებენ, რომ მონაწილეობდა ქსელში, რომლის მიზანიც სასამართლოს თანახმად პარტიის ან მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესებისთვის ხელის შეშლა იყო. სანჩესმა განაცხადა, რომ სოციალისტური პარტია სასამართლოს პატივისცემს და რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს. მისივე თქმით, პარტიამ დიესთან კავშირი მის მიმართ ეჭვების გაჩენის შემდეგ გაწყვიტა. რისი თქმაც ესპანეთის საზოგადოებისთვის შემიძლია მართლმსაჯულების სისტემასთან სრული თანამშრომლობა. ასევე თუ ყოფილი წევრის ლეირეს საქმეზე ვსაუბრობთ, მის მიმართ გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ იქნა მიღებული. მასში 21 წელზე მეტი ხნის წინ ამ საქმის შესახებ გახდა ცნობილი. მართლმსაჯულებას თავისი დრო აქვს. მოდით პატივი ვიცეთ მართლმსაჯულების სისტემას და მასთან ვითანამშრომლოთ. პედრო სანჩესმა უარყო ოპოზიციის მოთხოვნა წვდომდელი არჩევნების ჩატარებაზე და განაცხადა, რომ ესპანეთს სტაბილურობა სჭირდება. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ სოციალურ და ეკონომიკურ პროგრესზე, რომელიც მისივე განმარტებით მოქმედმა ადმინისტრაციამ უზრუნველყო. ცხადია, ახალი დარღვევების შემთხვევაში ჩვენ ისეთივე სიმტკიცით ვიმოქმედებთ, როგორც ადრე, თქვა პედრო სანჩესმა და სოციალისტურ პარტიაში ადრე განხორციელებულ დისციპლინურ ზომებზე მიანიშნა.